ტრეიდინგში 90% არ აგებს ბაზრის გამო, არამედ მაგის მხოლოდ ერთი მარტივი მიზეზი არსებობს. და ეგ არის დისციპლინა, ის რომ სტრატეგია ყველას აქვს, მაგრამ როცა ემოციებთან მიდგება საქმე, მაგ დროს ვერავინ ვერ აკონტროლებს ემოციებს, როცა უკვე ლაივ ანგარიშზე მიდგება, უკვე ემოციების კონტროლი რთული არის და ის სწორედ მან დუშვებენ შეცდომას. მაგის მიზეზი რა შეიძლება იყოს ის, რომ ერთხელ მიარტყა მის სტოპ-ლოს, წააგო და ამის შემდეგ ფიქრობს, რომ ეხა ეს მოგება დღესვე უნდა ამოიღოს, დღესვე კიდევ უნდა გახსნას ტრეიდი, კიდევ ეს უნდა გააკეთოს და მსგავსი რაღაცები. მაგრამ მთავარი რაღაც, რასაც ვერ ხვდება არის ის, რომ შეიძლება წააგოს 4 ტრეიდი, მაგრამ ერთმა ტრეიდმა ეს 4 წააგება ამოიღოს და მთავარი არის გრძელვადიან პერსპექტივაში მუშაობდეს შენი სტრატეგია და არა ერთ და ორ ტრეიდში თუნდაც. თუ გინდა რომ ისწავლო ემოციების მართვა და ტრეიდინგი გრძელვადიან პერსპექტივაში, მაშინ შემოუერთდი ჩვენს დახურულ ჯგუფს, რომელიც 1 იანვრიდან გაიხსნება. იქამდე კი ღია ტელეგრამზე შეგიძლია შემოხვიდე, რომლის ლინკიც იქნება კომენტარებში და ასევე აღწერაში.